მხოლოდ ქართული ეთერში ბრუნდება. ძვირფასო თანამემამულე. გილოცავთ ახალ 2020 წელს. შეეცადე რომ უფრო ღრმა იყო. ბავშვური კი არ იყო უშუალო. ჩემთვის ეს გამოსვლა უფრო გავდა იმას, რომ ბავშვო დააყენებენ და აბა შენიცი, ხლა ეს ყველაფერი გააკეთე. სანამ დაიწყო, ხოდას გითხარი კიდევ რომ არ გაინაზოთ თქო, მაგრამ მაინც ინაზები. განაზებაზე არ არის რა. არა, ინაზება რა. აი, რას ნიშნავს განაზვა? ვარ ინიციატივით, რომ ჩვენ ჩიჩილაკი შევიტანოთ ჩვენ არამატერიალურ ეს მემკვიდრეობის სიაში. მე მაქვს შეგრძნება რომ შენ უბრალოდ ვერ იპოვე შენი თავი აქ და ამიტომაც ჩვენ ამას ვერ ვხედავთ და ვერ გვესმის. რაღაცა იუმორისტულ შოუში რო ვიყოთ, რაღაცა სახუმარო გადაცემაში რო ვიყოთ, მესმის, მაგრამ ჩემთვის არ არის მისაღები ეს რაღაცა წაკმასობა. იმ გრაფიკში, რომელიც ჩვენ შევადგენთ ჩვენი ვიზიტისათვის, მათ ვერ მოახერხეს შეხვედრა ჩვენთან. თავის ძალით ვიფხიზელებდი რა, ეხლა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რაღაცნაირად ჩვენს გამოფხიზეთ, რაც შეიძლება. კიდე კაი კურიერად არ ვუშაოსკოთ, როდის მოგვიტანდა რამეს. 2020 წლის შემდეგ არჩევნები უკვე ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ეს მინდა ემოცია მინდა. აბა ყველაფერი რო ერთნაირი არის, არ მინდა. იწყებ დაბიდუბობ რაღაცებს, მაგრამ მე გვინდა მეტი შენგან. ასეთ თანამშრომლებს ნუღარ გამოგვიგზავნით, რომელსაც სხვათა შორის დახეული ჯინსი აცვია, რომ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ არამცხვი ციხეში. შენი სახე აჩვენე ამ ყველაფერში. თავისი სახე უფრო ამოვიკითხე მეტად ვიდრე აქამდე. აი მომეწონა ის რომ ეკლუცი იყო ყველაფერი, მაგრამ აი რაღაცა სიახლეს ველოდები მისგან. იმიტომ რომ მე მიყვარს თქვენ გაცვალა. დამელოდეთ, გავაკეთებ შეფასებას და მერე დასვით შეკითხვები და გიპასუხებ. რა გჭირთ, თო? ნერვიულობამ ასე არ უნდა ქნას, რომ აბსოლუტურად ამოგაგდოს კალაპოტიდან. ერთ-ერთი რაც არის წინადად შეგატყია, ეს არის აი მეწყვილებასთან დაკავშირებით, აი ვაუ, აი ძალიან რაღაცნაირი უესამო. არ უხდება? ვაუ. ძალიან. რა გჭირთ, თო? თქვენ ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინდა-მაინც დაგასპოილეროთ გინდათ? არა, ველოდი რომ გიორგი ამ ჟანრში გაშლიდა ფრთებს და ესეც მოხდა. ყველანაირი თავისი თავი აჩვენა. მე პირდაპირ გეტყვი რომ შენი ტონალობა არ იყო. დასაწყისი იყო რაღაცა ორიგინალური, ძალიან მაგრამ მე ველოდი რომ უფრო გამანცვიფრებდი რაღაცა მომენტის შემდეგ. დაელოდეთ ფინალურ სერიალს და მე შემდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა მიმართოს სრულიად საიდუმლოდ. გავრილოვის ღამე მე მოვაწყე, გავრილოვი მე ჩამოვიყვანე. ფაქტობრივად საკუთარი ენერგია არ ყოფნის და ამას აკეთებს რომ იწოვს მთელი მაყურებლის ენერგიას. გუდაოში 5 დღე არ არის წყალი და ესენი ქეიფობენ ცხეთაში. ამ დროს მე დავყრიდი ყველაფერს. გავიქცეოდი, წავიყვანდი იქ თელმთავრობას და გავაკეთებდით ყველაფერს ზუსტად 1 საათში. გიჟია უბრალოდ არის გიჟი. ამას თვითონ ამას ეს ვერ ავაგებს. ეს მართლა გიჟია. ვერ ისწავლი ამას, ესეთი იბადები უბრალოდ რა. შედარება არის ძალიან მარტივი. შემ დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, ივალიშვილის დროს გაიზარდა 0%. ბევრად მეტი შეგიძლია და სულ მგონია რომ მე-10 ძალით გამოდიხარ. ეს არის მხოლოდ ქართული